აი ახლა ქუჩაში მივდიოდი ისევ და ისევ რა და ისევ ბევრ რაღაცებზე დავფიქრი თუ რაღაცა სურათები მომივიდა გონებაში ხმები რაღაც მე რა ვიცი რა ყუაზე ხარ რა და რაზე დავფიქრი იცი აი ყველაზე მაგარი შეკითხვა რა შეგიძლია შენ ადამიანს დაუსვა რა ერთმა მეორეს რა ჩემი აზრით ეგ ის შეკითხვა ვინ ხარ შენ და აი რა მართლაც რომ დაგისვია შეკითხვა და რაღაცა რა ხო მასე იწყება ხოლმე ბევრი საუბარი ვის ვესაუბრები საერთოდ ვინ ხარ შენ რაღაცა ერთს რო უკითხე თავის სახელი და გვარი მითხრა ესა და ეს ვარო ბიჭო თუ რაღაცა მეთქი ღიმილი თუ თქარ მასეთ ხალხს მე არ ვიცნობ და ხო ასეთან და ვინ ხარ შენ რა ყველაზე მაგარი შეკითხვა რა და აი ზოგი რას გეტყვის ზოგი პროფესიას გეტყვის ესა და ეს ვარო ზოგი ამას გეტყვის ან ბიოგრაფიებს რო წაიკითხავ ინტერნეტში და რაღაცა ეს იყო გამოჩენილი ესა და ეს ფილოსოფოსი ეს იყო გამოჩენილი ესა და ეს კანონიერი ქურდი რაღაცა რა და მე რაზე ვფიქრობ იცი რომ ადამიანებმა იმდენად ეს სურათები შეიქმნეს ან სამყარო იქამდე მივიდა რომ ეს სურათები შექმნა მოუწია და რაღაცა რომ ანუ იმას ვერ აღიქვამენ უკვე მართლა ვინები არიან და რა ქმნილებები არიან საერთოდ რა თავი რომ დავანებოთ ყველაფერს და უცებ მივალ რა მოდი მაგ აზრებამდე რაღაცა რა ეს სიტყვას მე რომ მკითხონ ვინ ხარო რა ჯერ ვეთქვი რომ შეიძლება უთხრა ვაფშე არავინ და არაფერი არა ვარ და ეგ უკვე იმას გულისხმობს რომ ყველა და ყველაფერი ვარ მეთქი რა და ადამიანმა ჩემი აზრით ის უნდა მივიდეს იმ შემეცნებამდე რომ ის არის ღმერთი გამიგე ღმერთი უბრალოდ დარქმეული სიტყვაა თუ რაღაც შემოქმედი ანუ თვითონ არის რა განა ღვთის ძე ან რაღაცა რა იმენა მამა და თვითონ რა მე იმენა რავი თუ გინდა დააგერ გეტყვით და რაღაცა მე ვარ იმენა მამა ღმერთი და გაროჩე და походу არც არავინ არა ვარ ეშმაკიც ვარ ყველაფერი რა აზრი არა აქვს რა შენ ხარ ის ენერგია ის რაღაც შემქმნელი რაც იყო გამოყვა რაღაც დროში და მატერიაში აქ გაჭედილი ხარ რაღაცა მაგრამ რომ მოკვდები განა ვინმესთან წახვალ და რაღაც ისევ შენ თავს დაუბრუნდები და ისევ შენ სამყაროში ხარ და რაღაცა სულ ეგ იყო რაც მინდოდა მეთქვა რა რავია მეტი რა უნდა გელაპარაკოთ რა მაგ შემეცნებამდე მე მგონი ყველა ადამიანი უნდა მივიდეს რა და არაფერი არ კვდება და არაფერი არ ნადგურდება რა ეგ არის რა აბაჰე მოდა კიდე რა მინდოდა იცი მეთქვა რომ ამას იმ ვიდეოს გადავაბავ წინაზე რაც ვილაპარაკე და რაღაცა რა მაგალითად იესოს ნათქვამი რო არის რომ იოტის ოდენა რწმენის მარცვალი რო გქონდეთ სარწმუნოება და რაღაცა მთებს ეთქვით და გადაადგილებთ თუ რაღაცაო რა უბძანებთო და აქედან იქით გადავა და რაღაცა და იოტის ოდენა რწმენა რო გქონდეთ რაღაცა რა განა მე იმაზე კი არ იფიქრებთ და რაღაცა რომ მთების გადაადგილება კი არ მოგინდება წყლებზე სიარ უნდა მტრის აღდგენა და რაღაცა არა უკვე ანუ ყველაფერს სამყაროს ისე მიიღებთ რომ всё არანაირი არც სურვილი არ გექნებათ არც მისწრაფება არ გექნებათ და არაფერი უბრალოდ გაუაზრებლად იქნებით მთელი სამყარო всё მეტი არაფერი და თუ დაჭირდება კიდე და თუ დაგჭირდება და მე დამჭირდება და რაღაცა სამყაროს დაჭირდება და რაღაცა შეიძლება ეგეთი რაღაცა ადამიანისთვის უჩვეულო რაღაცები მოახდინოს რასაც ჩვენ შეიძლება სასწაული დაგვეძახა და რაღაცა გინდა იქ ცეცხლში შეხვიდე და უნებელი გამოხვიდე ის ვაფშე თავი რომ მოგაჭრან და არ მოიჭრას თუ რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს რა 1000 ფანტაზიის მოფიქრება შეიძლება და რაღაცა და ეგ არაფერი არ არის რაში გჭირდება საერთოდ უნდა კონდეს მიღებული სამყარო რა როგორიც არის რა всё რა კაროჩი